რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. ლეონიძის სახელობის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოებს რუსთავის მერი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. პროექტის პარკლებში სამფენიანი გზის საფარი დაიგება, მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები, ველობილიკები, მწვანე სივრცეები და პარკინგი. გათვალისწინებულია გარეგანათების ქსელის, საგზაო ნიშნების, მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელებისა და წყლის სასმელის შადრევნის მოწყობაც. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. წლების განმავლობაში მოსახლეობის მხრიდან იყო დაყენებული საკითხი, რომ მოწესრიგებული იყო გარეგანათება, გამწვანებული სივრცე, საფეხმავლო მონაკვეთი. დღეს პროექტი აქტიურ ფაზაში გადავა უკვე. რა თქმა უნდა, დისკომფორტი იქნება, იმიტომ საკმაოდ დატვირთული ქუჩაა, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დისკომფორტი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია წარმოადგენს ქალაქის განვითარების სტრატეგიის ნაწილს, რომელიც ორიენტირებულია როგორც თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე, ასევე ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე. პროექტის ხანგრძლივობა არის 7 თვე. პროექტის ფარგლებში მოხდება ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, განახდება საფეხმავლო ბილიკები, მოეწყობა ახალი განათების ქსელი, განახდება მწვანე სივრცე.